იმ დღეს კონკრეტულად დაკავებული და ჩემი კითხვა რატომ ამბრალებს როგორ გონია ბატონი ირაკლი ან ვისყვება პოლიციის უფროსის მხრიდან ჩადენილ ძალადობებზე და ეს საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარია წესით ბრალდებას ამაზე რეაგირება უნდა ქონოდა იმის ნაცვლად რომ ეს მტკიცებულებების ამოღება ეშმონდგომდა საქმიდან რეაგირების ნაცვლად მაგრამ ჩემი კითხვაა რა ინტერესი აქვს ამ კაცს რატომ გაბრალებთ თქვენ რომ მასზე არაერთხელ განახორციელებს ძალადობა აკავებდნენ პოლიციელები თავი მიარწმუნებდნენ წერილზე და არ მოგენა არამან ზოგადად მოусმინეთ ცოტა ხანი და გასაგები არ გავაკეთეთ რომ სადაც რომ იქნებ გაგვეგო რასოდა დაწესვას. ხა როგორც ვწდები უკვე აქ დაკითხვის ფორმატთან არ მივიდივართ და იმასთან რომ მოწმისგან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ და მათ შორის ვიდეო ჩანაწერის წარდგენით უფრო გაგვემართებდეს რაღაც გარკვეული ინფორმაცია. რა მიზანი აქვს ხო იმ 115 პლუს მერვენაძის ხარ არ გამომართავს ხარ თუმცა რა თქმა უნდა მაგასაც ცნობილია ხო? ეხლა ჩვენ ვართ 115 პლუს მერვენაძის ფაქტებში წარუდგენს საქმეზე დაკავ დოკუმენტს ვიდეო ჩანაწერს ამ შემთხვევაში. და ამის მიზანი რა არის ზოგადად ხო პროცესით რომ რაღაც გარკვეული გარემოება მარტივი იყოს, აღსაქმელი იყოს და მხარეების შესაბამისი კითხვის დასმის დროს. ეხლა აჩვენებს ეს ვიღაც ადამიანი ყვება რაღაც გარკვეულ გარემოებებს, ეს არის მახაზიერებაც ხო? ყვება გარემოებებს თავის შეფასებებს, რომ კონკრეტული პირების მიმართ რაღაც ძალადობას ჰქონდა ადგილი. სანამ ამ კითხვას ამ ვიდეო ჩანაწერს ამნაცს არ უგებდა დაშოშვა შეეკითხა კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, ჯერ თავად ამ პირთან მიმართებით, რომ არ გქონია მსგავსებების საფრთხე და კონკრეტული კითხვები იყო დასმული, მათ შორის აი კონკრეტულ ლოკაციებზე დაზიანება ხომია. უარყო დასაკითხმა პირმა და ისიც კი დაუსუსტოს რა შეიძლება გაბრალებდეს მაშინ და ამას საკუთრად არ აქვს ინფორმაცია. ეხლა ეს ემსახურება, ეს ვერ მოემსახურება ამ ვიდეო ჩანაწერის წარდგენა იმას რომ მოწმისგან უფრო ინფორმატიული ინფორმაცია მივიღოთ და უფრო გაგვიმარტივდეს მონდების სახე. ეს ემსახურება შოუს დადგმას, ხა რომ რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს აი ეს ჩანაწერი და ის საშინელებები, რასაც ეს პირი ეხლა ყვება აი ამ ჩანაწერში, რაც შეიძლება ერთი წამი დავასრულოთ. დიდი ხანი იყოს ესე და მე ტელევიზიითაც გადაიცეს ამ ფორმით. ნახე პროცესუალურად და სამართლებრივად 115 პლუს მერვენაძის მიზნებიდან გამომდინარე. ეხლა ჩვენ მოусმენთ მე ნანახი მაქვს ეს კადრი ეს კაცი ხმება გაფა იმასთან დაკავშირებით არასაკანონო უპრობლემო კონკრეტულ შემთხვევაში რომელიც დასაკითხმა პირმა ბატონმა ირაკლი უკვე ამოწურა ეს საკითხი უარყო ზოგადად ძალადობა და კონკრეტული შეკითხვებით იყო დასაწყისი. ეხლა ამ ვიდეოს რო გავაგზავნოთ და ვუყუროთ და დავასრულოთ ყურება რა შეკითხვა შეიძლება დაისვას თუ აქვს კონკრეტული შეკითხვები უფრო კონკრეტულად ამ პირთან მიმართ კითხოს ვიდეოს წარდგენას გამოსცემს ხო? ის ქალბატონო მოსამართლეს ზუსტად აი ეს კომენტარი მინდოდა ბრალდებისგან მოესმინა. აი ეს აჩვენებს რა ხდება ამ პროცესზე. იმის ნაცვლად ბრალდებისთვის ეს მტკიცებულებები იყოს საფუძველი გამოძიების დაწყების და არა სადღაც გადაგდების ესეთი სხვათა შორის მოწმეთ ყავდა გამოკითხვა და წარმოდგენილი ამავე საქმეში ბრალდება ამბობს რომ თურმე მოქალაქეები რომლებიც ეს თითქვილია გაფარიმაზე მიღებული ფიზიკური და სიკვდილის შეურაცხყოფების ამ მტკიცებულებებზე პროკურორი ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლის ადვოკატი კი არ არის სახელმწიფო ბრალდებელია საჯარო ინტერესო და აღქმევადების ამ პროცესზე და თურმე ეხლა ჩვენ არ სპეკულირებას ეს არის მტკიცებულებები რომლებიც იმ დღეს დაკავებულები თურმე რომლის გამოც რასაც უკავშირდება შემდეგ სილა ამას ვიკვლევ ვაჩვენებ მტკიცებულებას მოწმეს და პროკურორი აქ ამბობს რომ რას ემსახურება ესო ეს ემსახურება სწორედ იმას ამ მოქალაქეებზე ძალადობა გასაგებია როგორც მიდის გამოძიება ამ საქმეებზე მაგრამ სახელმწიფო ბრალდება ასე დემონსტრირებდეს რომ არ აინტერესებს ადამიანებზე ძალადობა მაშინ როდესაც კიდევ ამბობ ყველა ეს ეპიზოდი ამ საქმის ნაწილია რატომ უნდა დავიჯერო მარტო ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა ოფისს ადამიანი ყვება თვითონ არის მოწმეთან სხვა ძალადობის და მეკითხები ბატონ ირაკლის ამაზე შეიძლება გავიგეთ ბატონ სასამართლო გარკვეულზე არ მისჯერია დიახ, დაწვეს დარბაზი და თხოვნა. გავდემა არ არის დარბაზი საჭირო, არ არის კამათი საჭირო, ის
განრიდება ძირითადად მიმართულია იმ საკითხებთან დაკავშირებით და ესე დაიწყო ბატონმა თორნიკე. ჩვენ, როდესაც დაიწყეთ ვიდეოს ჩვენება, ვიდეოს ჩვენებამდე დავუსვით შეკითხვები ბატონ ირაკლის, კონკრეტულად განხორციელდა თუ არა რაიმე სიტყვენ შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა, კონკრეტულად ერთი პირის მიმართ, შემდეგ გადავზადეთ მეორე ადმინისტრაციული დაკავებული პირის მიმართ და ყველა შემთხვევაში ბატონ ირაკლის პასუხი იყო, რომ შემთხვევლობა არ ჰქონია, არ გაუკავებია, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სიტყვენ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოწმე სასამართლოში იკითხება იმ ფაქტებთან, გარემოებებთან, საკითხებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციასაც შეიძლება ფლობდეს. მოწმე უკვე გეუბნებათ, რომ ამ საკითხებზე ინფორმაციას არ ფლობს, შემხებლობა არ ჰქონია. შესაბამისად, კითხვის განრიდების საფუძველი და დაკმაყოფილების საფუძველი გახლავთ წინა პასუხები მოწმისა, რასთან მიმართებითაც ვიდრე ვიდეოს წამოდგენით კითხვები დავუსვით, ვიდეო გავუშვით და კითხვა დავუსვით, რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი ცირის წამებისა, მივიღეთ, რომ არ ფლობთ ამაზე ინფორმაციას, შესაბამისად, განრიდების საფუძველი არის შემდეგი, რომ მოწმე უკვე გაგცათ პასუხი, რომ ამ ვიდეოში რა გარემოებებზეც საუბრობს კონკრეტულად პირი ამის შესახებ, რომ მოწმე ინფორმაციას არ ფლობს, არ განხორციელებია, შემშფებლობა არ ჰქონია. ამიტომ კითხვა განრიდებულია შემდეგ